კიდევ ერთი იარაღი ოლიგარქის რეჟიმის ხელში ივანიშვილის მთავრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის. მალე ოცნებას, რომელმაც სამედიცინო დიაგნოზები არაერთხელ გამოიყენა კრიტიკოს და დასაშინებლად და დისკრედიტაციისთვის, კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი ექნება. იდეა კრემლის მოდელს ეფუძნება, ანალოგიურ რეესტრში რუსეთშიც შინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული. რეჟიმი იდეას უსაფრთხოების ლოზუნგით ფუთავს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კი რეპრესიებისათვის გამოყენების რისკებზე საუბრობენ. დარწმუნებულები არიან, რომ პირადი მონაცემების კონფიდენციალობა დაირღვევა, დახმარების ძიება შეფერხდება და სტიგმა გაძლიერდება. სპეციალისტებს ნუცა ბახუტაშვილი ესაუბრა, რომელიც მათი შეფასებებით უერთდება ფორმულას ეთერს. ექსპერტები შემაშფოთებელსაც კი უწოდებენ იმ კანონ პროექტს, რომელსაც ქართული ოცნების პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონ პროექტი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სხვა ადიქციების მქონე პირთა საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნას უკავშირდება და ჯერ კიდევ 2024 წელს არალეგიტიმურ პარლამენტში წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონ პროექტის მიზანი არის იმ ლიცენზიების კონტროლი და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, რომელსაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. საუბარი არის მაგალითად იარაღის ლიცენზიაზე ან თუნდაც მართვის მოწმობაზე. ეს ბაზა მათ დაეხმარებათ, რომ აკონტროლონ საზოგადოება იყოს უსაფრთხო. თუმცა ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები უთითებენ, რომ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი არ წარმოადგენს რეალურად საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და კანონის პროექტში ამ ფრაზის ჩაწერაც კი უთითებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოებაში სტიგმის გაღრმავებას, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებისათვის საშიშები არიან. შესაბამისად, ისინი საუბრობენ აღნიშნული კანონ პროექტის მანკიერთვისებებზე, ამბობენ იმასაც, რომ ეს მოდელი სრულად ეფუძნება რუსეთში მიღებულ მოდელს და ემთხვევა ვადებიც კი რუსეთშიც სწორედ 2026 წლის 1 მარტამდე მისცა საკანონმდებლო ორგანომ ვადა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოიძიოს და შექმნას აღნიშნული ტიპის ბაზა. შესაბამისად, ფსიქოთერაპევტებისთვის ეს კიდევ ერთი დასტური არის იმისა, თუ რა გეზი აქვს ქვეყანას აღებული. ამასთანავე ფსიქოლოგები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონ პროექტის შემუშავებისას ჩართული არ ყოფილან ფსიქოლოგები, შესაბამისი სპეციალისტები, დახმარების მიმღები პირები, არანაირი კონსულტაციები მათთან საუბრისას არ გაუვლიათ, საერთოდ არ შემდგარა შეხვედრა ამ ადამიანებთან. შესაბამისად, აღნიშნული კანონ პროექტი შესაბამისი დარგის სპეციალისტებისათვის მიუთითებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება კიდევ ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტის ამოქმედებას ცდილობს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ. საგანგაშო არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ინიციატორი ამ კანონ პროექტში ცვლილებისა. ისე რომ ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთ, ასე ვთქვათ, პროფესიონალთან არ ქონია რაიმე სახის კომუნიკაცია, არ შემდგარა რაღაც კონსილიუმი, რაღაც ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებდა. ეს შექმნის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ კრიზისს, ეს იქნება ადამიანის უფლებების კრიზისი ქვეყანაში, რომელიც უკვე ესედაც გვაქვს, მაგრამ გამწვავდება, იმიტომ რომ შეიქმნება პრეცედენტი ფსიქიკური ჯანმრთელობას, როგორ იყენებენ პოლიტიკური ნიშნით, მათ შორისაც ეს იქნება ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გაგრძელება ამ ამბის. იმ ადამიანებს, რომელთაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათთვის შეიქმნება კიდევ ერთი ბარიერი, რომ არ მიმართონ პროფესიულ დახმარებას, რაც გამწვავებს მათ უკვე არსებულ, ასე ვთქვათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, იმის შიშით, რომ არ მოხვდნენ აი ამ ეგრეთ წოდებულ რეესტრში. ნებისმიერი აი ასეთი დისკომფორტის ან ნებისმიერი ფსიქოლოგიური ჩივილის გამო, როდესაც ადამიანი მიდის სპეციალისტთან, აუცილებლად სჭირდება კონფიდენციალობის განცდა, ნდობის განცდა. მე თუ ვიცი, რომ შეიძლება იმის გამო, რომ ექიმმა, ფსიქოლოგმა გარკვეული სახის დოკუმენტაცია შეავსო, რაც ხდება და აუცილებელია, როდესაც ადამიანები მიდიან კლინიკაში და მე თუ იმის მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება მე სადღაც წინ დამიხდეს, არ მივალ სპეციალისტთან და ის რომ არ მივა სპეციალისტთან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი, ის რომ არ მივა სპეციალისტთან, ასევე ფსიქიკურ პრობლემებს ეხება ადიქციის მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემას.
როგორც უკვე გითხარით, ქართული ოცნების პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უკვე სამივე მოსმენით მიიღო. ის კი მას შემდეგ ამოქმედება, რაც ჯანდაცვის სამინისტრო შეაგროვებს იმ ადამიანების ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში უკვე რეესტრში აღრიცხავს. ამ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია აქამდე მხოლოდ სამედიცინო ბარათებში ინახებოდა და მათი პერსონალური ინფორმაცია იყო დაცული, თუმცა ახლა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც მოისმინეთ სპეციალისტების შეფასებებით, ეს კანონპროექტი და კანონპროექტში შესული ცვლილებები წარმოადგენს პრეცედენტს თუ როგორ იყენებს სახელმწიფო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ადამიანების წინააღმდეგ.